რუსთავის ციხეში ხარიბაშვილი, ჯუანშერ ბურჯულაძე და ლილუაშვილი უნდა ვნახოთ. წავედით. აკვინარი. გამარჯობა. გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ ბექა ყორშია და ეს არის გადაცემა არაფერი სასაცილო. რამდენიმე დღის წინ იმედის პროპაგანდისტმა ცოტნე გეგეჭკორმა დაწერა ასეთი სტატუსი. ყოველკვირეულად პროდუქტებზე 200-250 ლარით ნაკლებს ხარჯავ. ჩემი როგორც უბრალო მოქალაქის მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც თითო აგური დადო ამ საქმეში. ბევრმა უკვე ისაუბრა ამ თემაზე, მაგრამ მოდი ჩვენც ჩავშალოთ ცოტა და ამ განცხადების ლოგიკას მივყვეთ. დაუშვათ პროდუქტები 10%-ით გაიაფთ. არ გაიაფებულა რა თქმა უნდა, მაგრამ დაუშვათ. 250 ლარით ნაკლებს თუ ხარჯავ. გამოდის რომ აქამდე კვირაში სადღაც 2500 ლარს ხარჯავდი. არ ვარ ეკონომისტი, მაგრამ მაინც და მაინც ქვეყნის სოციალურ მდგომარეობას არ დავაფუძნებდი იმ ადამიანის მდგომარეობაზე, რომელსაც თვეში მარტო პროდუქტებზე 10000 ლარი აქვს დასახარჯი. ან შეიძლება ცოტნე გეგეჭკორმა უბრალოდ დიეტა დაიწყო და ასეთი უცნაური სახით გვამცნობს. რა თქმა უნდა, ცოტნე გეგეჭკორს ამ განცხადებაზე საკმაოდ დასცინეს, მაგრამ მე ამ ამბავში სხვა რამეს ვხედავ. რამდენად წყდება სახელისუფლებო პროპაგანდა რეალობას და შესაბამისად რამდენად რთულდება ამ ქვეყანაში რომ იყო ქოცების გამправებელი. აი თუნდაც ლალი მოროშკინას ბოლო პოსტი, რომელიც ღია წერილი სახით მიუძღვნა ბიძინას. ბატონო ბიძინა, იქნებ დაუშვათ საბჭოს არსებობა, რომელიც ერთგვარი სათათბირო იქნება. ამის აუცილებლობა მას მერე გაჩნდა, რაც ციხე აივსო ოცნების მაღალჩინოსნებით. ანუ ქოცურიდან ქართულზე რო ვთარგმნოთ, მოროშკინა ითხოვს პირადად ბიძინამ აუხსნას ვის დაჭერას აპირებს და ვის თავშიდად რო იკრძნოს ცოტა. და აი ხალხალი აღარ შეუძლია. აი ასე, გეგონათ რომ მხოლოდ პროტესტში ჩართული ადამიანების ან ჟურნალისტების ან სოციალურად დაუცველებისთვის იყო საქართველოს ცხოვრება რთული. არამც და არამც. ადრე ქოცობა მეტწილად WhatsApp-ის გადმოწერის უნარით შემოისაზღვრებოდა, რომ ზემოდან ჩამოგდებული მესიჯები გადაგეკოპირებინა Facebook-ზე შენი სახელით. ახლა კიდე აგერ სადა გეგეჭკორმა დამოუკიდებლად თავისი ინიციატივით ხალხის დაბოლება და მე მგონი პოსტის წაშლაც მოუწია. მოკლედ რისი თქმა მინდა. წინა გადაცემა ჩავწერეთ თუ არა და სამონტაჟოს მიუსხედით, ღარიბაშვილის დაიჭირეს 5 წლით. ამაზე ქოცი პროპაგანდისტების უმეტესობა მწუხარებით ახსავსე პოზა დაიკავა, ან საერთოდ გაჩვენდა. მაგრამ გულწრფელი ვიქნები და არ მჯერა რომ ვინმეს მართლა გულით ეწყინა ირაკლი ღარიბაშვილის დაკრება. რა თქმა უნდა, გარდა ამ ქალბატონისა, რომელიც ღარიბაშვილს და ანდრია პირველწოდებულს ერთ ჭრილში აღიქვამს. მოგესალმებით. დიდი მადლობა. მართლმადიდებლობისთვის. მოკლედ, ეს არის ჩვენი 21-ე გადაცემა და მივხვდი, რომ აქამდე არც ერთი გამოშვება არ გაგვიმზადებია სპეციფიკურად დაბნეული ქოცებისთვის. არა და რას დრო გადის, სულ უფრო და უფრო მძიმდება ისედაც მძიმე ტვირთი ქოცების კისერზე. მძიმე ტვირთში, რა თქმა უნდა, ანუკის ამ $74000 ოქროს ჯაჭვს არ გულისხმობ. ამიტომაც დღევანდელი თემა 5 რჩევა ქოცებს 2026 წლისთვის. სანამ უშუალოდ პრაქტიკულ რჩევებზე გადავიდოდეთ, პატარა დარვინისტული ექსკურსი მინდა მოგიწყოთ. ბევრს გონია, რომ დარვინიზმი მხოლოდ უხეშ ძალას და გადარჩენას ნიშნავს, სადაც იმარჯვებს ის, ვისაც ყველაზე დიდი კბილები აქვს, მაგრამ ბუნება გაცილებით უფრო ცინიკურია. არსებობს ასეთი კუნძული, ბორნეო, და ამ კუნძულზე ცხოვრობენ ჯუჯასპილოები. საიდან გაჩნდნენ ეს ჯუჯასპილოები? ყველაფერი პლეისტოცენის ეპოქაში დაიწყო. მაშინ ოკეანის დონე დაბალი იყო და არსებობდა გიგანტური სახმელეთო ხიდი, ეგრეთ წოდებული სუნდალენდი, რომლითაც აზიური სპილოები კონტინენტიდან პატარა კუნძულებზე გადავიდნენ. მაგრამ მერე გამყინვარება დასრულდა. ყინული დადნა, ოკეანემ 120 მეტრით აიწია და ეს სახმელეთო ხიდები ჩაიწია. სპილოების ერთი ჯგუფი აღმოჩნდა იზოლაციაში. რესურსი ცოტა იყო, გაქცევა შეუძლებელი და რა ქნა ევოლუციამ? იმისთვის რომ ამ სპილოებს ნაკლები ეჭამათ და გადარჩენილიყვნენ, ბუნებამ ისინი უბრალოდ დააპატარავა.
ანუ ყველაზე მჭამელები გადაშენდნენ, ხოლო დანარჩენებს განუვითარდათ ის, რასაც მეცნიერები უწოდებენ კუნძულის ჯუჯობას. სხვათა შორის ზუსტად იგივე დაემართა ადამიანის ერთ-ერთ სახეობასაც, Homo floresiensis, რომლებსაც მეცნიერები ჰობიტებს ეძახიან. რატომ გიყვებით ამას? იმიტომ რომ დღევანდელი ქართული ოცნება ზუსტად ასეთი იზოლირებული კუნძულია. ერთგვარი მშვიდობის კუნძული. არა, მშვიდობის არა. როდესაც სახელმწიფოში ანადგურებ კანონს, წყვეტ კავშირს გარე სამყაროსთან და რესურსები მცირდება, ძალაუფლების ვერტიკალში იწყება იგივე პროცესი, რაც კუნძულ ბორნეოზე. აქ გადარჩება არა ის, ვინც დიდია, ძლიერია და ბევრს ჭამს. არა, დიდი მამონტები, ღარიბაშვილების და ლილუაშვილების სახით პირველები იხოცებიან, რადგან მათ ბევრი საკვები და დიდი ტერიტორია სჭირდებათ. ახალ ეკოსისტემაში გადარჩება ის, ვინც არის პატარა, შეუმჩნეველი და ვისაც შეუძლია მარტივად დაიმალოს ფოთლებში. ამ ახალი სახეობის პოლიტიკური ჰობიტის idеალური ნიმუშია დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი. კაცი, რომლის არსებობაც შეიძლება დღემდე არც იცოდით. აი როგორ აფასებს ის სუსის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის დაჭერას. ძალიან კარგად გესმით, რა დონეზე შეეცდებოდა სპეცსამსახურის ხელმძღვანელი თავის უკანონო საქმიანობის შენიღბას. და როდესაც ახალი გუნდი მივიდა პროფესიონალებისა, რა თქმა უნდა, მათ შეძლეს ამ სქემის გამოვლენა, იმიტომ რომ ამ სქემის მიშკმალვაც პროფესიონალების ხელით ხდებოდა. გენიალურია. მართლა გენიალურია. დაუკვირდით წინადადების წყობას. კაცმა ერთდროულად კომპლიმენტი უთხრა დამჭერსაც და დაჭერილსაც. ლილუაშვილი ქურდი კი არ არის, პროფესიონალიაო, რომელიც პროფესიონალურად მალავდა. პროკურატურა დამსჯელი კი არაა, პროფესიონალია, რომელმაც ეს პროფესიონალიზმი გახსნა. სხვა შორის, აი ამდენი პროფესიონალი რომ მყავს, ზუსტად ეგაა პრობლემა. მაგრამ როგორც იქნა ამ საკითხს გია ვოლსკიმ მიაქცია ყურადღება. ცუდია ამდენი დიპლომიანი ხალხი, მერე მაგათ სხვა მოთხოვნები აქვთ. საწარმოს ხელმძღვანელი ჩივის იმას ვერ შეულობს მუშახელს. არ უნდა რა ადამიანს აქვს უმაღლესი განათლება მიღებული და არ უნდა მაგალითად რომ ბოთლის ბერავად წავიდეს სამუშაოდ. მეც მაგას ვამბობ. უნდა მორჩეს კვალიფიციური კადრების ბოგინი. მე მინდა აი ესეთი ხალხის ბოგინი მინდა. აი ესეთებმა მინდა რომ იჯეჯილონ. აი, ნახეთ. ის პროექტები, რომელსაც მერობის სარჩევის შემთხვევაში თქვენ განახორციელებთ. ერთი კვირის წინ ჩავატარეთ ესაფონლობა, სადაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დახმარებით აგროტურისტული კონტენციის კვლევა. ასახულია და დასტურდება მსოფლიოს ავტორიტეტასა. დედისტრაკი. კარგი, როცა თეორია გავიარეთ, გადავიდეთ პრაქტიკაზე. დღეს შემოგთავაზებთ 5 ოქროს რჩევას ქართული ოცნების აქტივისტვის. თუ როგორ უნდა გადარჩეთ, როცა აღმოჩნდებით პოლიტიკურად იზოლირებულ კუნძულზე, ხოლო მთავარ მტაცებელს, ანუ ივანიშვილს, შიმშილის ნიშნებს შეატყობთ. მეხუთე ადგილი. ციფრული ჰიგიენა. ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია თორნიკე რიჟვაძის შემთხვევაზე. 2025 წლამდე თორნიკე რიჟვაძე იყო აჭარის პატარა პრინცი, ხელშეუხებელი. მაგრამ როგორც კი მას, როგორ ვთქვა, ინციდენტი პირობითად შეემთხვა ალექსი ახვლედიანის სახლში მისმა უახლოესმა თანამებრძოლმა ასლან ლორთქიფანიძემ რიჟვაძესთან გადაღებული ყველა ფოტო წაშალა. ეს არის ჩემი საყვარელი ისტორია. ყოველ ჯერზე ვიტყვი. რა თქმა უნდა, ეს სწორი ნაბიჯი იყო, მაგრამ 2026 წელს მეტი მოგეთხოვებათ. ისე უნდა ააშენო შენი სოციალური პროფილი, რომ ნებისმიერ მომენტში გაправებადი იყოს წაშლის გარეშეც. რეალური ამბებიდან გამოიტანეთ გაკვეთილი. თემურ თათარაშვილის მაგალითი. სრულიად საკმარისია თვალსაჩინოობისთვის. ალბათ ყველას გახსოვთ გახარიაზე რა თქვა. მე მომწონს გახარია. აი ხო კაცი არის და ყველებიანია. მაგრამ მე ძალიან საინტერესო დინანა ეს ყველაფერი. მე გამონათქვამი ან კომენტარი გინანია ცხელ გულზე გაკეთებული. რომელი? გახარია. ხვერები. ხოდა მეგობრებო, ისე უნდა იცხოვრო კაცმა, როცა კითხავენ, რას ნანობ ცხოვრებაშიო, არ მოგიწიოს უპასუხო რომ ხვერები. კიდევ ერთი. არასდროს დადოთ ქავერზე ან პროფაილზე ფოტო, სადაც ხართ მარტო თქვენ და ლიდერი. ეს არის რუსული რულეტკა. თუ ლიდერს დაიჭერენ, თქვენ რჩებით კადრში როგორც თანამძრახველი. ასევე დაივიწყეთ პოსტები. პოსტი რჩება სამუდამოდ. ან ასლან ლორთქიფანიძესავით ხელით უნდა შალოთ და იცვალოთ. თქვენი საუკეთესო მეგობარი არის story.
დადეთ მინისტრთან ფოტო სტორიში, იმიტომ რომ ის 24 საათში ქრება. დღევანდელ საქართველოში 24 საათი არის ზუსტად ის დრო, რაც ჭირდება კაცს რომ იქცეს ქვეყნის პატრიოტიდან სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორად. ასევე გაითვალისწინეთ, რომ კონკრეტული აღწერები არასდროს დააწეროთ ფოტოს, მაგალითად, ჩემს ძმასთან და თანამებრძოლთან ერთად. ეს არის განაჩენი. გამოიყენეთ ნეიტრალური, ბიუროკრატიული ენა, მაგალითად. სამუშაო შეხვედრა მიმდინარე საკითხებზე. თუ ხვალ თქვენს ძმას დაიჭერენ, თქვენ იტყვით, მე არ ვიცოდი რა საქმიანობდა, მე უბრალოდ მიმდინარე საკითხზე ვიყავი, დავინახე კორუფცია, შევწუხდი და გამოვედი. ეს არის საბაზისო წესები, მეგობრებო. ახლა უფრო არსებით რჩევებზე გადავალთ. მეოთხე ადგილი, ისწავლე ბუღალტერია და გეოგრაფია. მეგობრებო, 2026 წელს ქოცისთვის შუალედური მდგომარეობა არ არსებობს. თქვენ გაქვთ ორი გზა. პირველი, ისწავლე ბუღალტერია. თუ გადაწყვეთ, რომ საქართველოში დარჩეთ და ბიუჯეტი აქ ჭამოთ, უნდა იცოდეთ ერთი ოქროს წესი. კანონი არ მოქმედებს მათზე, ვინც დროულად უზიარებს პარტიას. აი ადრე როგორ იყო? იპარავდი ბიუჯეტიდან და გეძინა მშვიდად, რადგან კრიშა ყავდა. 2026 წელს წესები შეიცვალა. კრიშა ახლა ციხეში ზის. გამარჯობა ბატონ გრიგო, მოგესალმებით აქედან. აქვს ნეტა YouTube. აი ავიღოთ მაგალითად კობა გაბუნია, ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე. ბატონი ბეტონი. მუნიციპალური განვითარების ფონდში ისეთი სქემა დაატრიალა, Wall Street-ის მგელს შეშურდებოდა. სქემა ასეთია. პოულობ კომპანიას, რომელსაც ქვია ლაგი კაპიტანი, რომელიც სხვათა შორის ირაკლი ზარქუას დის ყოფილი კომპანია. ნათესაობა შემთხვევითია, რა თქმა უნდა. აძლევ მათ 11 მილიონ ლარს ავანსად. ისინი აკეთებენ არაფერს. 9 მილიონი ლარი ორთქლდება. გაბუნია დაიჭირეს, მაგრამ მალევე გადაიხადა 500,000 ლარი გირაო და სახლში წავიდა. ხალხო 9 მილიონი ლარი მოიპარეს. 500,000 გადაიხადეს. ეს არ არის სასჯელი, ეს არის საკომისიო. ბანკებს უფრო მაღალი საკომისიო აქვს გადარიცხვაზე, ვიდრე პროკურატურას ბიუჯეტის ქურდობაზე. ანაც მეორე მაგალითი. ნუკრი დოლიძე და მისი კომპანია ბონდი 2009. მოდი ავიღოთ კალკულატორი. ამ კომპანიამ 2024-25 წლებში სახელმწიფო ტენდერებიდან მიიღო 91 მილიონი ლარი. ჰქონდათ დარღვევები? კი, უამრავი. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შეამოწმა და დააჯარიმა. და იცით რამდენით? ვერასდროს ვერ გამოვიცნობ. 600 ლარით. 600 ლარი. თბილისის პარკინგზე არასწორად რომ გააჩერო, უფრო მეც გადაიხდი წლის განმავლობაში, ვიდრე ნუკრი დოლიძემ გადაიხადა სახელმწიფო ინტერესების დაზიანებისთვის. რატომ? იმიტომ რომ ნუკრი დოლიძემ იცის ბუღალტერია. მან 2024 წლის აგვისტოში ზუსტად არჩევნების წინ პარტიას შესწირა 60,000 ლარი. შედეგი? შესწირე 60,000 ლარი, მიიღე 91 მილიონი და 600 ლარიანი ჯარიმა. მოუტყან დედის ტრაკი. ეს არის 1500%-იანი მოგება, მაგრამ არსებობს მეორე გზაც. ისწავლე გეოგრაფია. თუ იგრძნობთ, რომ 600 ლარიანი ჯარიმით ვერ გამოძვრებით და დაჭერა გემუქრებათ, მაშინ უნდა დაატრიალოთ გლობუსი. სად გავიქცეთ? აბუ-დაბიში? არა, იქ ქოცებისთვის ცუდი აურაა. დუბაიში? არა, არც დუბაიში. გიორგი ბაჩიაშვილი გაიქცა დუბაიში და ბიზნამ სპეც რეისით ჩამოაბრუნა. ამიტომ რჩება მეორე გზა, ევროპა. მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ. ევროპაში რომ შეგიშვან და არ გამოგაჯმევინონ. გამოდეპორტების თქვა მინდოდა და ვერ თქვი. არ გამოგადეპორტონ, შენ უნდა დაიცვა ოქროს ბალანსი. თუ ხარ ხარება ან მურუსიძე, ან დინარაძე, შენ ევროპაში ვერ წახვალ, იმიტომ რომ შენ იყავი გულანთებული ქოცი. შენ სემდი ხალხს, იღებდი რუსულ კანონებს, აგინებდი ელჩებს, შედეგი სანქციები. ევროპა კეტავს კარებს და გრჩება მხოლოდ სოჭი ან გლდანის ციხე. მაგრამ აი შეხედე ჩვენს გმირს, ბიჭიკო პაიკიძეს. ვანის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი. მოიპარა 4 მილიონი ლარი, მაგრამ უცემია ვინმე? არა. ის იყო ჩუმი, პატიოსანი ბიუჯეტის ქურდი. შედეგი გაიქცა ბარსელონაში. ევროპისთვის ის არის უბრალო თეთრი საყელოს დამნაშავე და არა რეჟიმის ჯალათი. ვანის ბიუჯეტი კი ევროკავშირის პრობლემა არ არის. ამიტომაც ჩემო რიგითო ქოცო, დაიმახსოვრე, მოიპარე ბიუჯეტიდან. კი ბატონო, ატკატი თქვენთვის წმინდა საქმეა. მაგრამ მაინც და მაინც გულანთებული ქოცობის გამო ევროპასთან ხიდებს ნუ დაწვავ. იყავი ბიჭიკო პაიკიძე და არა თქვათ ჯუანშერ ბურჭულაძე, რადგან ბარსელონა ჯობია რუსთავის ციხეს.
ან დარჩით აქ და იხადეთ პარტიული გადასახადი. ან გაიქეცით ევროპაში, ოღონდ მანამდე დარწმუნდით, რომ მხოლოდ ფული გაქვთ მოპარული და არა ხალხის არჩევანი. გადავიდეთ მესამე ადგილზე. მეგობრებო, მოდი სიმართლეს თვალი გავუსწოროთ. ქართული ოცნების მმართველობის ბოლო წლები ჩვენ შეგვიძლია დავალაგოთ არა ეკონომიკური ზრდის ან რეფორმების მიხედვით, არამედ კლინიკური მენტალური მდგომარეობებით. გავიხსენოთ. 2024 წელი იყო პარანოის წელი. გახსოვთ? გლობალური ომის პარტია, მასონები, აგენტები, საწოლში და მაცივარში. მეჩვენება შეიძლება ვიღაცამ თქვას მაინც რომ მოჩვენებები მაქვს ახლა ეს. 2025 წელი იყო სადიზმის წელი. ხარება, დარბევები, დაჭერები, ქიმიური იარაღი. სისტემა ტკბებოდა ძალადობით. ხოლო წელს 2026-ში, ჩემი აზრით, გველის იდენტურობის დისოციაციური აშლილობის წელი. ეს არის მდგომარეობა, როცა ერთ ადამიანში რამდენიმე პიროვნება ერთდროულად იღვიძებს, რომლებსაც ურთიერთსაწინააღმდეგო რაღაცეების ჯერათ. და აქ შემოდის თქვენი როლი. თუ თქვენ გაქვთ უნარი ეს პოლიტიკური დისოციაცია დაალაგოთ და აქციოთ ადეკვატურ მესიჯად, თქვენ ხართ ოქროს კადრი. დღეს ყველაზე მოთხოვნადი პროფესია არა მინისტრი, რომელსაც იჭერენ, არამედ პარადოქსების თარჯიმანი, იგივე ექსპერტი. მაგრამ გავთხილებთ, საქმე მარტივი არ არის. თქვენ მოგიწევთ ურთულესი მენტალური შპაგატების გაკეთება. აი კონკრეტული кейსები, რისი გაправებაც მოგიწევთ ყოველდღიურად. პირველი, ტრადიციონალისტი გამყიდველი. თქვენი დავალებაა იყოთ ტრადიციონალისტი. უცხოური გავლენებისგან და დემოკრატიისგან იცავდეთ ქვეყანას და იქვე ტაშისკვრით უნდა შეეგებოთ იმ ფაქტს, რომ მთავრობამ კრწანისის ტყეპარკი და გონიოს სანაპირო ზოლი გადასცა არაბულ კომპანია Eagle Hills. თქვენი როგორც ექსპერტის მესიჯი ასეთი უნდა იყოს. ევროპელი ინვესტორი გარყვნილებაა, ის ითხოვს კანონის უზენაესობას. არაბი შეიხი კი ჩვენი ძმა, ის ითხოვს მხოლოდ მიწას და სიჩუმეს. აი შეტევა რომ მიდის ახლა იმ 6 მილიარდ ნახევრიან იმაზე პროექტზე არაბო 400-300 წელიწადი ტარუღა იჯდა თბილისში 300 წელიწადი იყვნენ არაბები იმ დროს შუა საუკუნეების დროს როცა საერთოდ აი პატრონი არ ყავდა არავინ. მეორე, სავარჯიშო ევროპული ოცნება. აქ უკვე უმაღლესი პილოტაჟია საჭირო. უნდა გამოხვიდეთ და ირაკლი კობახიძესავით ნატანჯი ინტელექტუალის სახით აუღელვებლად თქვათ. ევროპული ინტეგრაცია არის ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი. ეს კონსტიტუციაშია გაწერილი და ჩვენ ამ გეგმას მივყვებით. თქვენი როგორც ექსპერტის მესიჯი უნდა იყოს ასეთი. ჩვენ მივდივართ ევროპაში, ოღონდ ისე რომ ევროპას არ უნდა ჩვენი მიღება და ჩვენ არ გვინდა მათი კანონები. ჩვენ შევალთ ევროპაში ღირსებით. და როგორია ევროპაში ღირსებით შესვლა, ამის ნიმუში ჩვენ უკვე გვაქვს. გავუშვით ნიმუში. მესამე სავარჯიშო, ნიშნის მოგება. მესამე პარადოქსი ყველაზე ცინიკურია. როცა უკრაინაში ომია და ქალაქები იბომბება, თქვენ უნდა გიხაროდეთ. უნდა გამოაკრათ ბანერები. ნახეთ, რა დღეში არიან, მაიდანმა დაანგრიაო. მაგრამ როცა ირანში ჩვენს ახალ მეგობარ დიქტატურაში რეჟიმი ირყევა და ხალხი თავისუფლებას ითხოვს, უნდა ჩართოთ ვოლსკის რეჟიმი. ფაქტია, რომ ყველა შემთხვევაში ჩვენ ირანის აყირავება არ გვაწყობს, იმიტომ რომ დესტაბილიზაციის ჯაჭვი წარმოიშობა ისეთი, რომელიც გადაწვდება იმ ყურეს, რომელსაც სპარსეთის ყურეს ეძახის. ზოგი და ზოგი უბრალოდ ყურეს ეძახის და ყურეს ქვეყნები. აი აქ არაბული ქვეყნების ირანის თემა აქ უშველებელი საკითხებია, რომელმაც შეიძლება ისეთი ჯაჭვი განავითაროს, რომელშიც აღმოჩნდეს საქართველოს ძალაუნებურად. ვოლსკი ჩვენ ირანის აყირავება არ გვაწყობს, დესტაბილიზაციის ჯაჭვი წარმოიშვება. სპარსეთის ყურე, აქ უშველებელი საკითხებია. თქვენი როგორც ექსპერტის მესიჯი უნდა იყოს ასეთი. თავისუფალი სამყაროს ნგრევა კარგია, რადგან აგენტები ისჯებიან, მაგრამ დიქტატორების ნგრევა ტრაგედიაა, რადგან სტაბილურობა ირღვევა. ჯორჯ ორუელმა თავის წიგნში 1984 შემოიღო ტერმინი double think, ორაზროვნება. უნარი გჯეროდეს ორი ურთიერთგავამრიცხავი რამის ერთდროულად. მონობა მშვიდობაა, ირანის სტაბილურობაა. ქართული მიწა ერთი მხრივ ხელშეუხებელია, მეორე მხრივ კი სარფიანი პროდუქტი. და ჩვენ ევროპაში მივდივართ, უბრალოდ საპირისპირო მიმართულებით. აშხაბადის გავლით. ყველაფერი იგივეა, ოღონდ პირიქით. თუ თქვენ შეგიძლიათ ეს ყველაფერი თქვათ ისე, რომ სახეზე კუნთი არ შეგიტოკდეთ და არც გული აგერიოთ, გილოცავთ.
თქვენ ხართ კოცი, რომელიც მზად არის 2026 წლის გამოწვევებისთვის. გადავიდეთ მეორე ადგილზე. სანქცია, სტიგმა. მოდით, ცოტა ეტიმოლოგიაში და თეოლოგიაში გადავიშვათ. სიტყვა სტიგმა ბერძნულიდან მოდის და ნიშნავს დაღს, იარას. ქრისტიანულ მისტიკაში სტიგმატები იყო ჭრილობები, რომლებიც რჩეულებს უჩნდებოდათ. ეს იყო მტკივნეული, მაგრამ ეს ნიშნავდა, რომ შენ ღმერთს ეკუთვნი. 2026 წლის ქოცურ რელიგიათმცოდნეობაში დასავლური სანქცია არის ზუსტად ასეთი სტიგმა. ეს არის საკრალური დაღი, რომელიც გადევს არა სხეულზე, არამედ საბანკო ანგარიშზე. კარგია ეს? არა, ეს ტვირთია. ბიზინა ივანიშვილს არ უყვარს ტოქსიკური ხალხი, ისინი უქმნიან დისკომფორტს. ვეღარ აგზავნის მოსალაპარაკებლად, ვეღარ იყენებს. ამიტომ ადრე თუ გვიან ბიზინა მათ იშორებს. მაგრამ თავარი კითხვა ისაა, როგორ იშორებს. აქ მოქმედებს ბირთვული ნარჩენების კანონი. სანქცირებული კოცი არის როგორც ურანი. ის ასხივებს, საშიშია, მაგრამ მას სანაგვეში ვერ გადააგდებ. ის უნდა შეინახოს სპეციალურ სარკოფაგში. ამ შემთხვევაში აგარაკზე, სადმე ძვირადღირებულ ვილაზე. მოდი შევადაროთ დასტიგმებულების და დაუსანქცირებლების ბედი. ჯგუფი პირველი, სტიგმატები. ოთარ ფარცხალაძე, პირველი სტიგმატოსანი. ამერიკამ დაარტყა, რაქნა სისტემამ მთელი ეროვნული ბანკი გადააყირავა. კონსტიტუცია შეცვალა, მართლა შეცვალა კონსტიტუცია. ოღონ ოთარს ფული გაეტანა. მთელი ქართული ოცნება მის პრავებაში იყო. პირადი მტრობა აქვს ბატონ ფარცხალაძესთან. რატომ? ფარცხალაძე იყო ადამიანი, ვინც დაიწყო აი მწვალებლების ციხეში ჩასმა. ამ რიტორიკის ფონზე ცხადია ფარცხალაძე ძალიან იმედიანად იყო. არც უაპირებ, არც აწასო გასაქცევები ხვები არიან, მე არა ვარ გასაქცევი. და ამ სიტყვებიდან რამდენიმე თვეში სად გაიქცა? მოსკოვში. მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც თავისუფალი და მაძღარია. სანამ სხვა მკვლელობის საქმეში არ გაეხვია, თავიდან თმის ღერიც კი არ ჩამოვარდნია. მოკლედ, ლევან მურუსიძე და კლანი დასანქცირდნენ. სისტემისთვის ისინი მძიმე ტვირთია, მაგრამ ბიძინამ ისინი უადოდ დანიშნა. რატომ? იმიტომ რომ მათი გაგდება ნიშნავს აღიარო, რომ ამერიკა მართალი იყო. სანქცია მათ იცავს გაგდებისგან, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს. ამიტომ ვერ მომერევიან. ამიტომ ვერ მომერევიან. ვახტანგ გომელაური დაასანქცირეს, წავიდა პოსტიდან, მაგრამ დაიჭირეს? არა. მისცეს ორდენი და გაუშვეს შვილიშვილებთან. ხარება მიიღო სანქცია, მიიღო ღირსების ორდენი, წავიდა პენსიაზე. დასკვნა, სტიგმა გაძლევს იმუნიტეტს. სანქცირებული კაცის დაჭერა ბიზნესთვის არაკომფორტულია. ეს იქნება სისუსტის ნიშანი. ამიტომ შენ მიდიხარ პოლიტიკურ სასაფლაოზე, მაგრამ მიდიხარ ლიმუზინით, ფერარით, მაიბახებით. არ ვიცი რა უყვართ კოცებს კიდე. 200-300,000 დოლარად პორშეები და პორშე ჯიპები და ჩამონათვალი შემიძლია ბევრ დროს საგათმეთოე ჩამოთვალო რა. ჯგუფი მეორე, დაუსანქცირებლები. ბიოდეგრადირებადი ნაგავი. ახლა შეხედეთ მათ, ვისაც სტიგმა არ ქონდა. ირაკლი ღარიბაშვილი იყო პრემიერი, იყო თავმჯდომარეც, თავდაცვის მინისტრიც. იძახდა აბა ომი გვინდაო, მაგრამ ამერიკამ ის არ დაასანქცირა. ლილუაშვილი, რიჟვაძე, ბურჭულაძე და ასე შემდეგ. ყველა დაუსანქცირებელი იყო. ამიტომაც შემოკოცებო, როცა დილით იღვიძებთ, ილოცეთ, ღმერთო, გამომიგზავნე ურსულა ფონ დერ ლაენის რისხვა. სანქცია არ არის სასიამოვნო. მილანში ვერი შოპინგებ, მაგრამ ჯობია იყო სანქცირებული და ჭამო ხინკალი მცხეთაში, ვიდრე იყო პასპორტიანი პატიმარი გლდანის ან რუსთავის ციხეში. გადავდივართ პირველ ადგილზე. ისწავლე სტოიციზმი. მეგობრებო, ჩვენ გავიარეთ 4 ეტაპი. ვისწავლეთ ფოტოების წაშლა, ბიპოლარული აზროვნება, სანქციები თავის მოწონება, მაგრამ მოდი, ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები. ჩვენ ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ბიძინა ივანიშვილის გზები შეუცნობელია. შეიძლება გქონდეს სანქციაც, შლიდე ფოტოებსაც, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მაინც გაიღოს კარი და შემოვიდეს ბადრაკი. რატომ? იმიტომ რომ 2026 წლის სისტემა არის ქაოსი. ლილუაშვილი და ღარიბაშვილიც ფიქრობდნენ, რომ დაალაგებულები იყვნენ, მაგრამ ახლა მათი ერთადერთი პოლიტიკური აქტივობა საკანში ნარდის თამაშია. ამიტომ ჩემი მთავარი ოქროს რჩევა არის მენტალური მზადყოფნა. თქვენ უნდა გახდეთ კოცი სტოიკოსები, სტოიკოცები ასე ვთქვათ. თქვენს დილით რომ იღვიძებთ, თქვენს ვილებში, ნუ იფიქრებთ რომ ეს მუდმივია. რა ვიცი, შეხედეთ თქვენს ვირადღირებულ კოსტიუმს და წარმოიდგინეთ, როგორ გიჭერთ ის იღლიაში. და სხვათა შორის, თუ კი ამ ყველაფერში წავარჯიშება პრაქტიკაშიც გინდათ, იდეალურ ადგილს გადავაწყდი. მეგობრებო, ჩვენ შემოვიპარეთ
რუსთავის ციხეში. ხარიბაშვილი, ჯუანშერ ბურჯულაძე და ლილუაშვილი უნდა ვნახოთ. წავედით. აქ ვინ არის? გამარჯობა. სადაურია ეს. სადაური პატიმარია კაცმა არ იცის. საიდან ხარ შენ? სადაური ხარ? რაზეზე ხარ? რაზეზე ხარ? რაზე? I don't speak Georgian. რისთვის ჩაქსვეს ციხეში? Sentence 4. Yeah. ხრინვისთვის. ხრინვისთვის. საიდან ხარ? From Israel. ისრაელიდან. დუილმა ყოფილი ხარ ამ ციხით? კი. ისრაელის ციხეებზე უკეთესია? რა თქმა უნდა. აქ სადმე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხომ არ გინახავს შემთხვევით? კი. ტოპ პოლიტიკოსების ხედან ამ ციხეში. Really? სად ნახე ბოლოს? აი მანდ მაღალ საწოლზე. That one. Okay. High officials. კორუფციაში ჩაფლულ მაღალ ჩინოსნებს რას ეტყოდი? ველოდებით ყველას აქ, რადგან გადასარევი გარემოა. ძალიან მოეწონებათ. Great. Thank you. Bye bye. Bye bye. აი ხარეთ. მეცებთ ხარიბაშვილს. ხარიბაშვილი არისო გასული. გასაზე პრაგულგაზე არისო გასული ხარიბაშვილი. თორე ისე აქწევს თორე. ხარიბაშვილი, ლილუაშვილი, ჯუანშერი, ჩვენი ჯუანშერ ბურჯულაძე. ჩვენი ჯუანშერი. ეს კაცი აღმოჩნდა ნეპალის ეკონომიკის მინისტრი. იქ ადგილები გადაივსო ციხეებშიო და ამიტომ მომიწეო აქეთ განმომიყვანესო. მოხდიო საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში ციხეებს შორის. და ძალიან მომწონსო ჯუანშერსაც იცნობს. ჯუანშერს იცნობ, ხო? ეს სიმპათიური ფერხორციანი კაცი. კი, აქ რომ წავს, ხო? Okay. კი ბატონო. მესტიიდან არა? მესტიიდან? Maybe. I don't know. არა, მესტიიდან არა. მესტიიდან ვიქტორ ჯაფარიძე. იმასაც მალე მოუწევს აქ მოსვლა. კორუმპირებულებს რას ეტყოდი? რას გულისხმობ? ხო, აი ფულს ბიუჯეტიდან რომ იპარავენ. What do you want to say? ბევრი ფულის მოპარვა ცუდია, ნამეტანია. Too much. Yeah. ჯუანშერ ბურჯულაძე. როცა ჯუანშერ ბურჯულაძე მოვა, უთხარი რომ ცუდია ბიუჯეტის ფული ჭამს. კი, აუცილებლად ვეტყვი კარგად. Okay. The fat handsome guy. Yeah. Okay. Thank you so much. Yeah, you're welcome. Bye bye. Bye bye. მიხვდებოდით რომ ეს არ იყო ნამდვილი ციხე. ასეთი ჰოსტელი გაიხსნა თბილისში, სადაც ნობრების ნაცვლად ციხის საკნებია. რა ჩემი აზრით ძალიან დროული იყო. და გავიაროთ უკვე ყველამ პრაქტიკები. კაცმა არ იცის, ვის როდის მოგვიწევს. მოკლედ ეს იყო გადაცემა არაფერი სასაცილო. ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურებთ, გვალაიქებთ, გვიკომენტარებთ. ლაიქები და კომენტარები სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ბევრი ლაიქი და კომენტარი იქნება, ამ შემთხვევაში YouTube დაგვეხმარება რომ ჩვენი ხმა უფრო ფართო აუდიტორიებს მივაწვდინოთ. მადლობა კიდევ ერთხელ. შევხვდებით მომავალ კვირას.